მოგესალმებით ყველას. დღეს ვისაუბრებთ აგარტაზე. მოგეხსენებათ, რომ აგარტა არის ასე ვთქვათ, ლეგენდარული ქალაქი, მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც თარგმანიც მოდის სანსკრიტიდან, ძველ ინდურიდან. ეს არის ნიშნავს ხელშეუხებელს, ანუ შორი ხელშეუხებელი. სანსკრიტიდან ეს ითარგმნება როგორც აგართა. თავიდან მასზე დაწერა მისტიკოსმა ალექსანდრე დავაიდერმა თავის წიგნში ინდოეთის მისია ევროპაში, მას შემდეგ რაც ბევრი მეცნიერული აზრი წარმოიშვა და ბევრი საოდაო საკითხი გაჩნდა აგარტას თემის გარშემო, ერთნი ამტკიცებდნენ, რომ იგი მითიური ქალაქის ეგრეთ წოდებული შესასვლელი მდებარეობდა ტიბეტის მიუვალ ადგილას, ჰიმალაის მთებში და ამ კარიბჭეს ბერები დარაჯობდნენ. ასევე იყო მოსაზრება, რომ მისი ასე ვთქვათ, შესასვლელები მდებარეობს დედამიწის ჩრდილო და დასავლეთ პოლუსებზე. გადმოცემით, ამ მიწისქვეშა ქვეყანაში ბინადრობს ადამიანთა მაღალგანვითარებული რასა. შეიძლება ასეც ითქვას, რომლებიც ოდესღაც ატლანტიდაზე ცხოვრობდნენ, ატლანტიდასაც შემდეგში დაუბრუნდებით. თუ რა იყო ეს და სად მდებარეობდა იგი. ცხოვრობდნენ და მისი დაღუპვის შემდეგ აგარტას შეაფარეს თავი. ძველი ბერძენი მისტიკოსი ფილოსოფოსის აპოლონიოს ტიანელის აზრით, აგარტას ერთ-ერთი შესასვლელი მდებარეობს ეგვიპტეში, ხეოფსის პირამიდის ქვეშ. ეს რამდენად მართალია, არავინ იცის. 1938 წლის გაზაფხულზე ნაცისტური გერმანიიდან ჰაინრიხ ჰიმლერის პირადი საიდუმლო ბრძანებით ტიბეტში გაიგზავნა ექსპედიცია გერმანელი ზოოლოგის და SS-ელი ოფიცრის ერნესტ მაუერის ხელმძღვანელობით. ექსპედიციას დავალებული ჰქონდა არა მარტო ტიბეტის მეცნიერული გამოკვლევა, არამედ მათი მთავარი და საიდუმლო მიზანი იყო მითიური მიწისქვეშა ქალაქის აგარტას შესასვლელის პოვნა. სწორედ იმავე მიზნით და იმავე წელს შედგა ნაცისტური ექსპედიცია ანტარქტიკაზე. გერმანელებმა დედოფალ მოდის მიწა თავის საკუთრებად გამოაცხადეს და უწოდეს მას ახალი შუაბია. გერმანიის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ეს ექსპედიცია ვეშაპებზე სანადიროდ იყო მოწყობილი, მაგრამ ნამდვილი მიზეზი სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენდა. თუმცა შემდეგ წლებში ინფორმაციამ მაინც გაჟონა. ნაციზმის მთავარი იდეოლოგის ალფრედ როზენბერგის და კარლ ჰოუსჰოფერის აზრით, სწორედ ანტარქტიდა იყო ერთ-ერთი ადგილი, საიდანაც შეიძლებოდა აგარტაში შესვლა. ის თუ რა შედეგით დამთავრდა ეს ექსპედიცია, რა თქმა უნდა, ნაკლებადაა ჩვენთვის ცნობილი, მაგრამ ერთი რამ ცხადია, აგარტას არსებობა ნაცისტებსაც კი სჯეროდათ. ცნობილი ინგლისელი ასტრონომი, გეოფიზიკოსი და მათემატიკოსი ედმუნდ ჰალეი იზიარებდა იდეას, რომ დედამიწის შიგნიდან ცარიელი სივრცეა, თუმცა მას ეს მეცნიერულად არ დაუსაბუთებია. ასევე შვეიცარიელ ფიზიკოს და მათემატიკოს ლეონარდ ეილერს მიაჩნდა ამ თეორიის სიმართლის შესაძლებლობა. 1928-1930 წლებში ანტარქტიდაზე მოეწყო ამერიკული საზღვაო ექსპედიცია, რომელსაც ცნობილი ავიატორი მფრინავი რიჩარდ ეველინ ბერდი ხელმძღვანელობდა. ანტარქტიდის ერთ-ერთ სადგურიდან ბერდი მარტო გაემართა გეოგრაფიულ სამხრეთ პოლუსისკენ. მოგვიანებით ექსპედიციის დასრულების შემდეგ უკან დაბრუნებული ბერდი უცნაურ ამბებს ყვებოდა. ამბობდა, რომ პოლუსთან ახლოს მთებში უცნაური ჩასასვლელი ნახა. ჩავიდა და ცოტა რომ გაიარა, შიგნით დაინახა ამისი თქმით რაღაც უცნაური ნისლოვანი სინათლე. მას შემდეგ რაც მას შეეშინდა და უკან გამობრუნდა. მალე ბერდი მთავრობაში დაიბარეს. მას მისცეს კონტრ-ადმირალის წოდება და მას მერე ბერ-სამთემოზე აღარც უსაუბრია. შემდეგ 33-დან 56 წლამდე ბერდმა კიდევ რამდენიმე ექსპედიცია მოაწყო ანტარქტიდაზე, თუმცა შემდეგ აღარაფერი თქოს მის მიერ აღმოჩენილ ბრწყალებში შესასვლელზე. ეხლა ჩვენ დავუბრუნდეთ ანტარქტიდას.
ძალიან ატლანტიდა უფრო სწორედ ძალიან საინტერესო თემა მე ვფიქრობ. თავიდან დავიწყოთ ყველაზე მთავარი მითის ისტორია. მითის ისტორია ატლანტიდის შესახებ. ესე იგი, ყველა ცნობა ატლანტიდაზე პლატონთან არის შემონახული. ორ დიალოგში. ტიმეონესთან მოკლედ და კრისტიანთან უფრო ვრცლად. დიალოგი ტიმეოსი სოკრატესა და პითაგორელი ტიმეოსის განჯით იწყება სახელმწიფო საუკეთესო მოწყობაზე. აღწერს რა, მოკლედ იდეალურ სახელმწიფოს სოკრატე მიღებული სურათის აბსტრაქტულობასა და სქემატურობას ურჩევის და სურს იმის აღწერილობა მიიღოს, თუ როგორ მოიქცეოდა ეს სახელმწიფო სხვა სახელმწიფოებთან ბრძოლაში. როგორ ღირსეულად ჩართულობდა ომში, ამის დროს კი მისი მოქალაქეები ისე მოიქცეოდნენ, როგორც მათ შეშვენით. თანახმად მათი განმავლობისა და აღზრდისა. იმის მიუხედავად მოლაპარაკება იქნებოდა თუ ბრძოლის ველი ნებისმიერ სახელმწიფოსთან. დიალოგის მესამე მონაწილე კრიტიასი ამბავს მოყვება, რომელიც თითქოს პაპამისისგან კრიტიას უფროსისგან აქვს მოსმენილი. მას კიდევ თავის დროზე სოლონისგან ჰქონდა გაგონილი, რომელსაც მსახურებმა უამბეს ეგვიპტეში. მოთხრობის აზრი შემდეგია. ოდესღაც 9000 წლის წინ ათენი უფრო სასახელო, მძლავრი, სახელოვანი და კეთილსინდისიერი სახელმწიფო იყო. ათენის უმთავრესი მეტოქე ზემოხსენებული ატლანტიდა იყო. ეს კუნძული ერთად აღებულ მცირე აზიასა და ლიბიას აღემატებოდა ზომით. ამ კუნძულზე საოცრად დიდი და მძლავრი სამეფო შექმნილი იყო, რომელიც ლიბიას ფლობდა ეგვიპტემდე და ევროპას ტირენებამდე. ამ დროს ყველა ძალა ათენის დასამონებლად იქნა გადმოსროლილი. ათენელებიც თავიანთი თავისუფლების დასაცავად აღდგნენ ელინთა მეთაურობით და ამის შემდეგ მიუხედავად რომ ყველა მოკავშირეებმა თუ ღალატა, ათენელებმა მაინც მოახერხეს ატლანტების მოოდრეკვა და მათ მიერ დამონებული ერების განთავისუფლება. ამას უდიდესი ბუნებრივი კატასტროფების მოყვა, რომლის შედეგად ათენელთა მთელი ჯარი და მთლიანად ატლანტიდა ზღვის ფსკერზე აღმოჩნდა. კრიტიასის დიალოგი იმავე მონაწილეებთან ერთად ტიმეოსის გაგრძელებად მიიჩნევა, რაც ათენელებსა და ატლანტიდის შესახებ გვაწვდის დამატებით ინფორმაციას და ათენი იმხანად მიწისძვრამდე და წყალდიდობამდე დიდი და ნაყოფიერი სამეფოს ცენტრი იყო. დასახლებული კეთილსინდისიერი ერით, რომელსაც პლატონის აზრით სახელმწიფოს ყველაზე იდეალური მოწყობა ჰქონდათ, ყველაფერს მმართველები და მეორები განკარგავდნენ, რომლებიც მიწათმოქმედ დარგობრივი მასისაგან მოშორებით აკროპოლზე ცხოვრობდნენ. განცალკევებულ კომუნაში თავდავალდა კეთილსინდისიერ ათენელებს მძლავრი და ქედმაღალი ატლანტიდა უმპირისპირდებოდა. ატლანტების ჯარის მეთაური პლატონის მიხედვით ღმერთი პოსეიდონი იყო, რომელსაც მოკვდა გოგონა კლეიმოსთან 10 ღვთიური ვაჟი შეძენოდა. ისინი კი უფროსი ატლანტის მეთაურობით სამეფო ჯარებს ჩადგომოდნენ სათავეში. ვაგრძელებთ, ესე იგი, კუნძულის ცენტრს ბორცვი წარმოადგენდა, რომელიც ზღვის დონიდან 50 სტადიის, ანუ 8-9 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა. პოსეიდონმა დაცვის მიზნით ბორცვს 3 წყლის არხი და 2 ხათხარი რკალი შემოავლო. ატლანტებმა კი რკალებზე არხები გაჭრეს და ხიდები გადაადეს, რათა გემებს პირდაპირ ქალაქში, უფრო სწორედ კი ქალაქის ცენტრალურ კუნძულამდე შეძლებოდათ მიცურვა, რომელიც 5 სტადიის ოდენა იყო. ასევე თუ იქნებოდა დიამეტრში, კუნძულს ოქრო ვერცხლის სავსე ტაძრები, ოქროს ქანდაკებები და სასახლეები ამშვენებდა. კუნძულს, რომელზეც სასახლე იდგა, ასევე მიწათხრელებსა და
პლეტრის ანუ 30 მეტრის სიგანის ხიდებს მეფეებმა ქვის ღობე შემოავლეს. ზღვისკენ გასასვლელებთან კი ჭიშკრები დაუტენეს თეთრი, შავი, წითელი ფერის ქვას. ისინი შუა კუნძულის წიაღიდანა და შიდა და გარე მიწათხრილების წიაღიდან იღებდნენ, რომლის ორმხრივ შეღრმავებებს ამავე ქვით აპირკეთებდნენ და ნავმისადგომებს აწყობდნენ. თუკი ზოგიერთ რამეს უბრალო ველფერით აკეთებდნენ, დანარჩენებს მრავალფეროვანი ქვაბით აპირკეთებდნენ, რათა ხელოვნების მწვერვალზე აეყვანათ. მანამ სანამ ატლანტებში ღვთიური ბუნება იყო შენარჩუნებული, ისინი სიმდიდრეს უფრთხილდებოდნენ და კვეთილქმედებას აყენებდნენ უპირველეს ყოვლისა. მაგრამ როდესაც მათში ადამიანურმა ბუნებამ მიემთლავრა, ისინი გახარბდნენ, ფუფუნებაში ჩაეფლნენ, გაძუნწდნენ და გაქენდმაღლდნენ. განსვიფრებულმა ზევსმა ატლანტის დაუყვაგან იზრახა და ღმერთმა სხდომა მოიწვია. სწორედ აქ წყდება ჩვენამდე მოღწეული ტექსტის მიხედვით ხსენებული დიალოგი. სხვა ანტიკური ავტორები რას ამბობენ, ესე იგი. ატლანტიდა ანდებში მაგალითად. პერუში არსებობს ძველი ქალაქი ოლანტაიტამბო, რომელიც მდებარეობს 2700 მეტრზე ზღვის ზონიდან. იქ არის უზარმაზარი მეგალითური ნაგებობები. მზის ტაძრის ერთ-ერთი კედელი საძირკველთან ახლოსაა, 5 დიდი მეგალითური ბლოკით. მის ჩრდილოეთ კედელზე კი დიდგვაროვანთა სახელებია იყო აშენებული. ოფიციალურად ცნობილია, რომ ქალაქი აშენდა 15 საუკუნეში, თუმცა არსებობს ბევრი კითხვა, რომელიც ამ თარიღს ეჭვის ქვეშ აყენებს. საინტერესოა ტონიანი ბლოკების დადების სტილი, რომელიც ბევრ კითხვას ბადებს. ახლა რა იწვევს ეჭვს? ამ ნაგებობებში უზარმაზარი ბლოკები გადაყრილია ერთი მიმართულებით. ეჭვს გარეშეა, რომ ოდესღაც ამ ნაგებობას წინა კედელიც ჰქონდა, რომელიც რაღაც დიდმა ძალამ დაანგრია. ამ კედლის დანგრეული ბლოკები ტერასის ქვევით ჩანს. ამ რაღაც დიდი ძალის მოქმედების ვექტორი ასე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ყველა ბლოკი ტონიანი ერთი ამ მიმართულებითაა გადაყრილი. ეს დამანგრეველი ძალა ვერ იქნებოდა მიწისძვრა, რადგან მიწისძვრის დროს სახლები ერთი მიმართულებით არ ინგრევა. უზარმაზარ ბლოკებს ვერ დაანგრევდნენ ეს პანელებიც. ეს შეეძლო გაეკეთებინა მხოლოდ წყლის ნაკადს და ეს ბლოკი სულ ძირშია ნაპოვნი. რა ძალას უნდა ჩამოეტანა იგი ასე დაბლა? ახლა შეხედეთ. თუ სად მდებარეობს ოლანტაიტამბო? იგი მდებარეობს 2700 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან. მთის კენწეროზე არანაირი ტბა და მდინარე არ მდებარეობს. რას შეეძლო შეექმნა ასეთი ძლიერი წყლის ნაკადი და თუ არა მსოფლიოს წარღვნას? ნაგებობების შესწავლისას რჩება შთაბეჭდილება, რომ ნაქალაქებზე გვაქვს ორი ტიპის მშენებლობა: პრიმიტიული აგურების მაგვარი წყობა და ამ ნაგებობების ძირში მეგალითური სრულიად უნიკალური მშენებლობის სტილი. გრანიტის ქვების დამუშავების კვალი გრანიტის ასე დამუშავება დღევანდელი ტექნოლოგიებითაც კი გაუჭირდებოდათ და შედარეთ ახლა ასეთი უნიკალური ბლოკი პრიმიტიულ სახლებს, რომლებიც ყოველ მართლა მე-15 საუკუნეში იყო აშენებული. ბოლოს ავტორი ასკვნის, რომ წელს დიდი ნაკადი მოდიოდა ერთი მხრიდან, ანუ ატლანტიკური ოკეანიდან და გადაუარა 2700 მეტრის სიმაღლეზე უმაღლეს მთებს, ხოლო წარღვნამდე დედამიწაზე არსებობდა უდიდესი ტექნოლოგიების მქონე ცივილიზაციები, რომელთაც თავისუფლად ჰქონდათ ასეთი მრავალტონიანი ბლოკები 2700 მეტრის სიმაღლეზე. იმედია მოგეწონათ პირდაპირი ჩართვა. შემოგიერთდებით ხვალ უფრო საინტერესო თემებით, უფრო ესე ვთქვა, ბევრი ისტორიებით, ბევრი ინფორმაციებით. ახლა კი დაგემშვიდობებით, ბედნიერი ძილი ყველას, ბედნიერი ღამე და უფალი კვირა. ამინ.